საბჭოთა ოჯახებში, ვისაც იუგოსლავიური მაცივარი ტელევიზორი ან ტანსაცმელი ჰქონდა, უკვე რაღაცას ნიშნავდა. ეს იყო პატარა ფანჯარა დასავლურ სამყაროში. იუგოსლავიური ნივთები იშვიათად იშოვებოდა, მაგრამ ვინც მოიპოვებდა თითქოს სხვა სამყაროს ეხებოდა, უფრო ფერადს და უფრო თავისუფალს. და ეს უბრალო ნივთები სიმბოლოდ იქცა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თითქოს სოციალისტური იყო, მაგრამ მაინც რაღაც სხვანაირად ცხოვრობდა. იუგოსლავია ტიტოს მიერ შექმნილი სისტემა, რომელიც არ ემორჩილებოდა მოსკოვს, მაგრამ არც დასავლეთს ეკუთვნოდა. ეს იყო კომუნიზმი საკუთარი წესებით და საკუთარი გზით. იქაურ ხალხს შეეძლო საზღვარგარეთ გამგზავრება, შეეძლო საკუთარი ბიზნესი შექმნა, შეეძლო ასევე მოისმინა დასავლური მუსიკისთვის და მაინც იცხოვრა სოციალისტურ რეალობაში. ტიტოს იუგოსლავია იყო უნიკალური ფენომენი. სოციალიზმი, რომელიც ადამიანის მსგავსად ცხოვრობდა და ქვეყანა, სადაც ერთდროულად არსებობდა წითელი ვარსკვლავის და უცხოური მანქანებიც. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც ყველას უყვირდა, დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. სწორედ ამიტომ იუგოსლავიის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ამბავია მე-20 საუკუნის ევროპაში. ამის თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ, მანამდე კი გამოიწერით არხი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა თითქოს თავიდან დაიბადა. იმპერიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ფლობდნენ კონტინენტს, ერთ დღეში დაიშალნენ. მათ შორის იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიაც, მრავალეროვნული გიგანტი, რომლის ნანგრევებზეც გაჩნდა ახალი სახელმწიფოები. და სწორედ ამ ქაოსში 1918 წლის 1 დეკემბერს ბელგრადში გამოცხადდა ახალი სახელმწიფოს შექმნა. სერბთა, ხორვატთა და სლოვენიელთა სამეფო. იდეა მარტივი იყო: ერთიანობა ყველა სამხრეთ-სლავური ხალხისთვის. სერბები, ხორვატები, სლოვენიელები, ბოსნიელები, მაკედონიელები, მონტენეგროელები, ყველა ერთ სახელმწიფოში. მაგრამ პრაქტიკაში ეს იდეა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ახალ იუგოსლავიაში ერთიანად მოიყარა თავის სხვადასხვა რელიგიამ, მართლმადიდებლობამ, კათოლიციზმმა და ისლამმა. განსხვავებული ენები, ტრადიციები და ისტორიული გამოცდილება ერთ სახელმწიფოში ერთმანეთს შეეჯახა. მაგალითად, სერბეთი უკვე არსებობდა როგორც ძლიერი მონარქია, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული სტატუსი ჰქონდა. ხორვატია და სლოვენია კი ავსტრია-უნგრეთის ნაწილი იყვნენ და ბევრად უფრო ევროპულად განვითარებულ საზოგადოებად ითვლებოდნენ. ეკონომიკურადაც ქვეყანა უკიდურესად უთანასწორო იყო. ჩრდილოეთით ინდუსტრიული და ურბანული, სამხრეთით სიღარებით სავსე აგრარული ზონა. პოლიტიკური სისტემა ცენტრში, ბელგრადში, სერბთა მეფის ხელში იყო თავმოყრილი. მეფე ალექსანდრე I კარაჯორჯევიჩი ცდილობდა ერთიანობის შენარჩუნებას, მაგრამ სწორედ ამ ერთიანობას იგი ხედავდა ცენტრალიზირებული ძალაუფლებით, რაც ბუნებრივია აღეზიანებდა ხორვატებს და სლოვენიელებს, რომლებიც ალბათ უფრო ფედერაციულ მოდელს ითხოვდნენ. იზრდებოდა დაძაბულობა, პოლიტიკური კრიზისები, ეთნიკური დაპირისპირებები და კიდევ ერთი უმთავრესი, ეროვნული მოძრაობები ძლიერდებოდა. სწორედ ამის გამო 1929 წელს ალექსანდრემ სიტუაციის კონტროლი დაკარგა და ქვეყანა ფაქტობრივად დიქტატურად აქცია. მან გაუქმა პარლამენტი, აკრძალა პოლიტიკური პარტიები და ახალი სახელწოდება შემოიღო. ეს იყო იუგოსლავიის სამეფო. ალექსანდრე ცდილობდა ახალი იდენტობის შექმნას, რომ ხალხს აღარ იგრძნო თავის სერბად, ხორვატად ან სლოვენიელად, არამედ უბრალოდ იუგოსლავიელად. მაგრამ ეს იდეოლოგია ვერ დამკვიდრდა. განსხვავებები მეტისმეტად ღრმად იყო გამჯდარი. 1934 წლის 9 ოქტომბერს მეფე ალექსანდრე ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა საფრანგეთში. მარსელის ქუჩებში მას გულშემატკივრები ეგებებოდნენ, მაგრამ სწორედ იქ, მანქანიდან ჩამოსვლისას მასზე თავდასხმა განხორციელდა. მკვლელი იყო ვლადო ჩერნომსკი, მაკედონიელი ნაციონალისტი, რომელიც მოქმედებდა ხორვატულ უტაშების ორგანიზაციასთან ერთად. ამ ორგანიზაციას ფაშისტური იტალიას და უნგრეთის უჭერდნენ მხარს. ალექსანდრე ადგილზე გარდაიცვალა და ამ მკვლელობამ იუგოსლავია უფრო მეტად დააშრო. ქვეყანა მეფის მისმეურობით გადაეცა ახალგაზრდა მეფე პეტრე მეორის, მაგრამ რეალური ძალაუფლება პრემიერ-მინისტრ მილან სტოიანოვიჩს დარჩა. პოლიტიკურად ქვეყანა სულ უფრო მიდიოდა დაშლისკენ. ეთნიკური დაყოფები, ეკონომიკური კრიზისი და მზარდი ნაციონალიზმი უკვე აშკარად ჩანდა. სწორედ ასე მდგომარეობაში შეხვდა იუგოსლავია მეორე მსოფლიო ომს. ამ ომმა მთლიანად შეცვალა ბალკანეთის პოლიტიკური რუკა. აქსისის ოკუპაციამ ქვეყანა ფაქტობრივად დაშალა. ხორვატიაში ჩამოყალიბდა ფაშისტური რეჟიმი. ნეზავისნა დრჟავა ხორვატსკა. ამავდროულად სერბეთში გერმანული მარიონეტული მთავრობა შეიქმნა. მაგრამ შორს მთებში იმალებოდა ადამიანი, რომელიც
მალე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლიდერად იქცეოდა. ეს კაცი იყო იოზეფ ბროს ტიტო. ტიტო იყო უბრალო ხორვატი მუშიშვილი, რომელიც ახალგაზრდობაში ავსტრია-უნგრეთის არმიაში მსახურობდა. შემდეგ კი ბოლშევიკური idეებით დაინტერესდა. 1941 წელს, როცა იუგოსლავია დაიპყრეს გერმანელებმა, მან შექმნა პარტიზანული მოძრაობა, იუგოსლავიის ხალხის განმათავისუფლებელი არმია. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წინააღმდეგობის მოძრაობა მთელ ევროპაში. ტიტოს პარტიზანები არამხოლოდ გერმანელებს ებრძოდნენ, არამედ ადგილობრივ ნაციონალისტურ ფორმირებებსაც, სერბ ჩეტნიკებს და ხორვატ უსტაშებს. 44 წლისთვის ტიტო უკვე გმირად იყო აღიარებული დასავლეთშიც და საბჭოთა კავშირშიც. როდესაც წითელი არმია ბელგრადში შევიდა, მათ ქალაქი ტიტოს ძალებთან ერთად გაანთავისუფლეს. ამ მომენტიდან იუგოსლავია ახალ ეპოქაში შევიდა. აქ დიდი ემოციით შეიძლება ვისაუბროთ ბელგრადის გათავისუფლებაზე. ეს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ეპიზოდიცაა. თუმცა ეს მოვლენები გადავდოთ იქამდე, სანამ კონკრეტულად მეორე მსოფლიო ომზე მოგვიწევს საუბარი. ახლა კი ისევ დავუბრუნდით თემას. 1945 წელს ბროს ტიტომ ჩამოაყალიბა იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა და ის შედგებოდა 6 რესპუბლიკისგან: სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო და მაკედონია. მოგვიანებით კი სერბეთის ფარგლებში შეიქმნა კიდევ 2 ავტონომიური ოლქი, ეს არის კოსოვო და ვოივოდინა. ტიტოს მიზანი იყო გაერთიანებული იუგოსლავია, სადაც ეთნიკური განსხვავებები დაძლეული იქნებოდა. მისი დევიზი bratstvo i jedinstvo, ანუ ძმობა და ერთობის პოლიტიკა ძალიან რთული აღმოჩნდა. ქვეყანას ჰყავდა მართლმადიდებლები, კათოლიკეები, მუსლიმები, ალბანელები, სლოვენიელები, სერბები, ხორვატები, მაკედონელები და კიდევ რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი, რომელთაც განსხვავებული ენა, ისტორია და მენტალიტეტი და იდენტობა ჰქონდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, ტიტომ მოახერხა შეუძლებელი. შექმნა სახელმწიფოს მოდელი, რომელიც განსხვავდებოდა საბჭოთა ბლოკის ნებისმიერი ქვეყნისგან და სწორედ ეს იყო ტიტოს სოციალიზმი. განსხვავებული გზა. 1948 წელს ტიტო ღიად დაუპირისპირდა იოსებ სტალინს. სტალინს არ მოსწონდა იუგოსლავიის დამოუკიდებელი პოლიტიკა და მოითხოვა სრულად დაემორჩილებინა ქვეყანა მოსკოვისთვის. ტიტომ უარი თქვა. შედეგად იუგოსლავია გამოაძევეს კომინფორმიდან და ფაქტობრივად გამოიყო საბჭოთა ბლოკს. ეს იყო შოკი კომუნისტურ სამყაროში. სოციალისტური ქვეყანა, რომელიც სტალინს დაემუქრა და მაინც გადარჩა. სწორედ ამან განაპირობა ტიტოს იდეოლოგიური გზა, რომელიც ცნობილია როგორც იუგოსლავიური სოციალიზმი ან თვითმმართველი სოციალიზმი. იგი ეფუძნებოდა იდეას, რომ საწარმოები არ უნდა მართოს სახელმწიფომ, არამედ თავად მუშებმა. შეიქმნა თვითმმართველი საბჭოები, კოოპერატივები და ადგილობრივი კომუნები, რომელსაც ფართო უფლებები ჰქონდა. ტიტოს სისტემა ითვალისწინებდა გეგმურ ეკონომიკას, მაგრამ გარკვეული საბაზრო ელემენტებით. ეს იყო სოციალიზმი ადამიანის სახით. შედეგად იუგოსლავია გახდა ყველაზე გახსნილი სოციალისტური ქვეყანა ევროპაში. მოქალაქეებს შეეძლოთ მოგზაურობა დასავლეთში, ჰქონოდათ უსხოური ბრენდები და ასევე ეყურებინათ ევროპულ ან ამერიკულ ფილმებზე. ქვეყანაში იყო ასევე ტურიზმი და თავისუფალი კულტურაც. 1950-იან წლებში დაიწყო ინდუსტრიული ბუმი. მან განამჩნევებულობა ტექსტილი, ავეჯი, აგრეთვე საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც მთელ აღმოსავლეთ ევროპაში იყიდებოდა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა ისეთი ბრენდები, როგორებიცაა გორენიე, ისკრა, ტამი, სასტავა, ავტომობილის სასტავა, ასერთი საბჭოთა მოქალაქეებისთვის სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. იუგოსლავიური პროდუქცია აღწევდა საბჭოთა ბაზრებშიც: ტელევიზორები, რადიოები, მაცევრები, ჭურჭელი, ტანსაცმელი. საბჭოთა ოჯახებში ხშირად იპოვნედით იუგოსლავიურ ეტიკეტებით ნივთებს. Made in Yugoslavia. ეს იყო ხარისხის და მოდურობის ნიშანი. ტიტომ დაიკავა უნიკალური პოზიცია ცივი ომის პერიოდში. 55 წელს ინდოეთის ლიდერ ნეჰრუნთან და ეგვიპტის პრეზიდენტ ნასერთან ერთად ჩამოაყალიბა დაუკავშირებელთა მოძრაობა. ეს იყო მესამე გზა, აშკარად იყო მესამე გზა. ქვეყნების ბლოკი, რომლებიც არ აპირებდნენ არც ამერიკის და არც საბჭოთა კავშირის მხარეს ყოფნას. ამით კი ტიტო გახდა ერთგვარი შუამავალი მსოფლიოს ორ ბანაკს შორის. მასთან ურთიერთობას ამყარებდნენ კენედი, ხრუშოვი, ბრეჟნევი, ნიქსონი და თეთრი სახლის მომავალი სხვა ლიდერები. იუგოსლავიაში კი იმართებოდა საერთაშორისო ფორუმები, კულტურული ფესტივალები, აყვავდა ტურიზმი და ქალაქები, როგორებიც იყო დუბროვნიკი, სპლიტი, ბელგრადი, იქცა დასავლელი ტურისტების თავშეყრის ადგილად.
მაგრამ შიგნით მორევი ჩუმად ბობოქრობდა. იუგოსლავიის ფედერაცია მართალია გეოგრაფიულად ერთიანი იყო, მაგრამ შინაგანად ფეთქებადი. სხვადასხვა რესპუბლიკას თავისი ინტერესები ჰქონდა. აი 70-იანი წლებიდან, როდესაც ეკონომიკა თანდათან ნელდებოდა, ანუ დაღმასულსკენ მიდიოდა, დაძაბულობა უფრო გაძლიერდა. თვითონ სადა ბალანსი შენარჩუნება ახალი კონსტიტუციით, რომელიც 1974 წელს გამოიცა. ამ კონსტიტუციით ის რესპუბლიკებს აძლევდა მეტ ავტონომიას, თუმცა იგივე ამ კონსტიტუციით ასუსტებდა ცენტრალურ ხელისუფლებას. ტიტოს მიერ შექმნილი სისტემა გარეგნულად თითქოს მშვიდი და წარმატებული ჩანდა. ქვეყანა ყვაოდა ტურისტების ზღვის სანაპიროებზე, ხალხმრავალი ქარხნები, სასტავას ავტომობილები, ახალგაზრდები დასავლურ მუსიკაზე მოცეკვავები, მაგრამ ამ პროსპერიტეტის მიღმა ტიტოს რეჟიმი მკაცრად აკონტროლებდა ძალაუფლებას. ტიტო იყო იდეოლოგი, რომელმაც ერთდროულად ააგო სახელმწიფოც და ლეგენდაც. პარტიზანისგან მარშალამდე, უბრალო კაციდან ქვეყნის მამის სტატუსამდე. მაგრამ მისი იუგოსლავია არ იყო დემოკრატიული. ის იყო ერთპარტიული რეჟიმი, რომელსაც მტკიცედ მართავდა იუგოსლავიის კომუნისტური პარტია. იქ ოპოზიცია უბრალოდ არც არსებობდა. ისევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს რომ დაუბრუნდით, სწორედ ამ ომის შემდეგ დაიწყო მასობრივი რეპრესიები. ნაციონალისტების პარტიის წრების წინააღმდეგ და რომლის შემდეგ ათასობით ადამიანი დაიჭირეს. დიდი რაოდენობით კი გაუჩინარდა უბრალოდ. ყველაზე ცნობილი სიმბოლო ტიტოს რეჟიმისა გახდა კუნძული გოლი ოტოკი, იგივე მშრალი კუნძული, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკს წარმოადგენდა და რომელიც გაიხსნა 1959 წელს. გოლი ოტოკი 10,000-ობით ადამიანმა გაიარა. სუსტი რიცხვი დღემდე სადავოა. მაგრამ მკვლევარები ამბობენ, რომ მხოლოდ პირველ წლებში იქ 16,000-მდე პატიმარი მოხვდა, მათგან 1000-ობით აღარც დაბრუნებულა. იუგოსლავიაში არ არსებობდა პრესის თავისუფლება. გაზეთები და ტელევიზია სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხოლო ცენზურა მკაცრად აკონტროლებდა პოლიტიკურ თემებს. მრავალი ინტელექტუალი, მწერლები, ფილოსოფოსები, პროფესორები აღმოჩნდნენ დევნილობაში ან შინაპატიმრობაში. მაგალითად 60-იან წლებში ბელგრადის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა, რომელიც მოითხოვდა მეთავისუფლებას და ეკონომიკურ რეფორმებს, ტიტოს უშიშროებამ სასტიკად დაარბია. ისი ყველგან იყო, სამეზობლოშიც, სამუშაოზეც, უნივერსიტეტშიც. პარტიის წევრები კი გახდნენ დირექტორები, მასწავლებლები, ჟურნალისტები, პოლიციელებიც. მაგრამ ამავდროულად ეს სისტემა საოცრად ეფექტურადაც მუშაობდა. იუგოსლავია გახდა ერთიანი მხოლოდ იმიტომ, რომ შიში აერთიანებდა მას. შიში იდენტობისა, ნაციონალიზმისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისა. აი ტიტოს თავარი მიზანი კი იყო თავიდან აეცელებინა ის, რაც მის ახალგაზრდობაში დაიწყო. ბალკანეთის სისხლიანი დაპირისპირებები სერბებსა და ხორვატებს შორის. სწორედ ამიტომაც ყველანაირი ნაციონალური თვითგამოხატულება მკაცრად ირჩებოდა. 60-იან წლებში, როდესაც ხორვატიაში გაჩნდა მოძრაობა სახელწოდებით ხორვატული გაზაფხული, ეს ხალხი ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მეტ კულტურულ და ეკონომიკურ თავისუფლებას მოითხოვდნენ. აი ტიტომ კი პირადად გასცა ბრძანება მათი ჩახშობის შესახებ და რომლის შემდეგაც ათასობით სტუდენტი და ინტელექტუალი დააპატიმრეს. მიუხედავად ამისა, ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში იუგოსლავია მაინც განსხვავდებოდა საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებისგან. ტურიზმი, უცხოური მუსიკა, თავისუფალი მოძრაობა, ყველაფერი ეს ქმნიდა ილუზიას, თითქოს იუგოსლავია მართლაც თავისუფალი ქვეყანა იყო. მაგრამ ყველამ იცოდა, პოლიტიკური ხაზი არ უნდა გადაელახათ. ეს კი თანდათანობით მზარდი პარადოქსი გახდა. ტიტოს სისტემა პარადოქსზე იყო აგებული, გარედან გახსნილი, შიგნიდან კი ჩაკეტილი. მისი რეჟიმი ოპერირებდა იდეაზე, რომ თითოეული რესპუბლიკა იყო თანასწორი. მაგრამ სინამდვილეში სერბეთი და ბელგრადი ფედერაციის გულში იდგნენ. ეკონომიკური რეფორმები დასავლეთ რესპუბლიკებს, განსაკუთრებით სლოვენიას და ხორვატიას, მეტად აძლევდა სარგებელს, ვიდრე სამხრეთის რეგიონებს, ბოსნიას, მაკედონიას ან კოსოვოს. ეს უთანასწორობა ტიტოს სიცოცხლეშივე ფარულად წარმოშდა, მაგრამ მისი ავტორიტეტი იმდენად ძლიერი იყო, რომ არავინ ბედავდა ხმამაღლა ამის თქმას. ტიტოს პორტრეტი ყველა კედელზე იყო, ბელგრადიდან დაწყებული პატარა სოფლებამდე. ყველგან ეკიდა ერთი და იგივე ფოტო. ტიტო სამხედრო ფორმაში, კაცრი მზერით და წითელი ვარსკვლავით კერძზე. ის იყო ერთდროულად მამა, გმირი და უგდავი სიმბოლო. შვილებს სკოლაში ასწავლიდნენ ტიტოს ისტორიას.
მისი დაბადების დღე 25 მაისი ეროვნულ დღესასწაულად ითვლებოდა. იმ დღეს მთელი ქვეყანა ერთად აღნიშნავდა ტიტოს ესტაფეტას. ეს იყო მასიური მარში, რომლის ბოლოს ახალგაზრდები სიმბოლურად აძლევდნენ ტიტოს ერთგულების ნიშანს. ტიტოსთვის ეს იყო ერთგვარი თეატრი. თეატრი ერთიანობისა, ფერადი დროშები, ღიმლიანი ხალხი, მწყობრი მსვლელობები, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა იმალებოდა მყიფე საფუძველი. სისტემა იდგა მხოლოდ ერთ ადამიანზე, ტიტოს ავტორიტეტზე და მის იდეურ ძალზე. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა, ეს აშკარად ტიტოზე კარგად ჯდება. როდესაც 80 წელს ტიტო გარდაიცვალა, იუგოსლავია პირველად არჩა ლიდერის გარეშე. ერთიანობის სიმბოლო გაქრა, მაგრამ დაძაბულობა სწორედ მაშინ დაიწყო. შინაგანი ბზარები, რომლებიც აწლეულობის განმავლობაში მხოლოდ დროებით იყო დაფარული, ნელ-ნელა დაიწყებს ახლიდან გაღვიძებას. და 10 წლის შემდეგ ებზარები გადაიქცევა ომებად, რომელიც ბალკანეთის რუკას სამუდამოდ შეცვლის. ტიტოს სიკვდილის შემდეგ 1980 წელს იუგოსლავია თითქოს ერთდროულად გაჩერდა. ქვეყანა, რომელიც 3 აწლეულის განმავლობაში ერთი ადამიანის ხელში იყო შეკრული, მოულოდნელად დარჩა ლიდერის გარეშე. მის შემდეგ აღარავინ აღმოჩნდა, ვისაც შეეძლო ეთნიკურად, რელიგიურად და ეკონომიკურად ასე მრავალფეროვანი სახელმწიფოს გაერთიანება. ტიტოს პიროვნული ავტორიტეტი იყო ერთადერთი, რაც ამ განსხვავებულ ხალხებს აერთიანებდა: სერბებს, ხორვატებს, სლოვენებს, ბოსნიელ მუსლიმებს, მაკედონიელებს და ალბანელებს. მაგრამ როგორც კი ეს ავტორიტეტი გაქრა, ძველი დაძაბულობები წამოიწია ზედაპირზე. ეკონომიკა ნელ-ნელა დაეცა, უცხოელი ინვესტორები იშლებოდნენ, ინფლაცია იზრდებოდა. ახალგაზრდებში კი გაჩნდა იმედგაცრუება, რომ იუგოსლავია უკვე აღარ იყო ის ქვეყანა, სადაც ყველა უკეთეს მომავალს ხედავდა. 80-იან წლებში სერბეთის ხელისუფლებაში წამოიწია ახალგაზრდა, ამბიციური პოლიტიკოსი სლობოდან მილოშევიჩი. მისი მთავარი მესიჯი იყო სერბული ერთიანობა და ეროვნული ღირსების აღდგენა. მილოშევიჩმა სერბულ საზოგადოებაში გააღვივა იდეა, რომ სერბებს იუგოსლავიის სხვა ხალხები ჩაგრავდნენ, განსაკუთრებით კი კოსოვოს ალბანელები. მისი გამოსვლები სწრაფად გადაიქცა მასობრივ ეროვნულ მოძრაობად. ამ დროს კი ხორვატიასა და სლოვენიაში სულ უფრო მეტად ვრცელდებოდა იდეა დამოუკიდებლობის შესახებ. სლოვენიელები ამბობდნენ, ჩვენ მუშაობ და ვიღაცხვები ჩვენს ფულს ხარჯავენ. ხოლო ეკონომიკურად განვითარებული რესპუბლიკები კი აღარ იყვნენ მზად საერთო ფედერაციის შენარჩუნებისთვის. ტიტო უკვე 10 წლის მკვდარი იყო. ქვეყანა კი იხლიჩებოდა იმ იდეოლოგიისგან, რომლის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა. ზაგრების სტადიონზე გამართულ მატჩში ბელგრადის ცვერნა ზვესდას და ზაგრების დინამოს შორის გადაიქცა იმაში, რასაც ბევრი იუგოსლავიის ომის დასაწყისად მიიჩნევს. როცა სერბ და ხორვატ გულშემატკივრებს შორის შეჯახება დაიწყო. მილიციამ მკვეთრად ჩაერია, მაგრამ აშკარად ერთი მხარისკენ იხრებოდა. დაპირისპირება საფეხბურთო არენაზე მალე გადაიზარდა ეროვნულ დაპირისპირებაში. ბელგრადსა და ზაგრებში ერთმანეთის უკვე აღარ ისმენდათ. სტადიონზე დაწყებული კონფლიქტი მხოლოდ პირველი ნაპერწკალი იყო. ქვეყანა, რომელიც ტიტოს დროს ძლივს ინარჩუნებდა ერთიანობას, ახლა სხვადასხვა მხარეს იშლებოდა. ეკონომიკური კრიზისი, ეროვნული პროპაგანდა და პოლიტიკური თამაშები ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. ხორვატიაში უკვე ხმამაღლა საუბრობდნენ დამოუკიდებლობაზე. სერბეთში კი მილოშევიჩი ეროვნული ერთობის სახელით იწყებდა ძალაუფლების კონსოლიდაციას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუგოსლავიის ხალხები უკვე აღარ ეძებდნენ საერთო მომავალს. ისინი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ წარსულის ცოდვებში. 1991 წელს მოვლენები უკვე სწრაფად ვითარდებოდა. სლოვენიამ და ხორვატიამ თითქმის ერთდროულად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. იუგოსლავიის არმია, რომელიც ძირითადად სერბებით იყო დაკომპლექტებული, შეეცადა მათ შეჩერებას, მაგრამ სლოვენიაში ომი სულ საერთოდ ადრეში დასრულდა. ეს იმიტომ, რომ ქვეყნის ტერიტორია მცირე იყო, ხოლო მოსახლეობა ერთიანი. ხორვატიის შემთხვევაში კი ყველაფერი ბევრად უფრო სასტიკად წარიმართა. აქ ცხოვრობდა დიდი სერბული მცირესობა, რომლებიც მილოშევიჩის მხარდაჭერით იარაღი ჰქონდათ მომარაგებული. ამ დროს დაიწყო პირველი მასშტაბური შეტაკებები, ქალაქები იწვოდა, ათასობით ადამიანი ტოვებდა სახყარს და იუგოსლავიის ომი ფაქტობრივად ოფიციალურად დაიწყო. ყველაზე სასტიკი თავი კი ბოსნიაში გაიშალა. 1992-95 წლებში იგი გადაიქცა ევროპის შუაგულში, ნამდვილ ჯოჯოხეთად. სერბული ძალები იპყრობდნენ ქალაქებს, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპებოდა. ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი კი სურბონიცის გენოციდი 1995 წელს იყო. დაახლოებით 8000 ბოსნიელი მამაკაცი და ბიჭი მოკლეს სერბულმა სამხედრო ნაწილებმა.
ეს კი იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ეთნიკური მკვლელობა ევროპაში. ამავდროულად დასავლეთმა ნატომ და გაერომ დაიწყო ჩარევა. ბელგრადის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები, შემოიღეს საჰაერო დარტყმები და ბოლოს მილოშევიჩი იზოლებული გახდა დათანხმებოდა დეიტონის შეთანხმებაზე, რომელიც ბოსნიის ომის დასრულებას ნიშნავდა. აი აქ კი უნდა ვისაუბროთ ერთ საოცარ ადამიანზე. ის არც პოლიტიკოსი არ ყოფილა, არც უბრალოდ მეთაური. საუბარია ჟელკო რაჟნატოვიჩზე, მეტსახელად არკანზე. არკანი იყო შოუ, თეატრი, შიში ერთხელში. ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარს ვეფხვებს ეძახდა და სალში ნამდვილ ვეფხვის ბოკვერებსაც ზრდიდა. როგორც სიმბოლოს ძალაუფლებისა და მტაცებლობისა. მისი ჯარისკაცები ემორჩილებოდნენ მხოლოდ მას. არავით არის სახელმწიფო, არავით არის იდეოლოგია, არავით არის კანონი. მხოლოდ არკანის სიტყვა იყო ის, რაც ამოძრავებდა მთელ მის შეერაღებულ ფორმირებას. მათთვის არკანი იყო მამა და ღმერთი ბელგრადის ქუჩებისთვის. ვეფხვები მიდიოდნენ იქ, სადაც სერბეთის არმია ვერც კი ბედავდა შესვლას. მათ დაარბიეს ქალაქები, გადაწვეს სოფლები, განადგურეს მოსახლეობა. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ბოსნიაში, ხორვატიაში და კოსოვოში. თუმცა მოდი ისევ იუგოსლავიას დავუბრუნდეთ, რომელიც უკვე რეალურად აღარც არსებობდა. დღეს, როდესაც იუგოსლავიას ვიხსენებთ, თითქოს გვახსენდება ისეთი რამ, რომელიც აღარასდროს აღარ დაბრუნდება. ქვეყანა, რომელიც სულ რამდენიმე ათწლეულის წინ არსებობდა, დღეს რუკაზე არ ჩანს. მაგრამ ის ეპოქა, რომელსაც ტიტო და მისი იუგოსლავია ნიშნავდა, დღემდე ტრიალებს ყოფილ რესპუბლიკების ცნობიერებაში. სლოვენიაში, ხორვატიაში და ბოსნიაში. მიიჩნევენ, რომ აქ მიიღეს იუგოსლავიაში მიიღეს განათლება, იმ დროს იყო სტაბილურობა და სიჯანსაღე. დღეს კი ყველაფერი განსხვავებულად და ცუდად არის. ისტორია პიროვნებას ყოველთვის ორად ყოფს. ზოგისთვის ტიტო გმირია, ზოგისთვის ტირანი. თუმცა ერთია, რომ ტიტოს იუგოსლავია მართლაც რაღაც განსაკუთრებული სახელმწიფო იყო. ხოლო მისმა დაშლამ მხოლოდ პოლიტიკური რუკა არ შეცვალა. შეცვალა ადამიანებიც, მილიონობით ოჯახები, რომლებიც ომით, ბოროტებით და დაკარგული სახლებით გაიზარდნენ. მაგრამ ამავე დროს იუგოსლავიის კულტურა დღესაც ცოცხალია. მაგალითად, ძველ ფილმებში, მუსიკაში, არქიტექტურაში და რაც მთავარია, აი ამ ბალკანეთის საერთო ნოსტალგიაში. ამას იუგო ნოსტალგიასაც უწოდებენ ყოფილ რესპუბლიკებში. ნოსტალგიას იმ დროისადმი, როცა ქვეყანა ერთიანი იყო, როცა ხალხს ჰქონდა სამუშაო და როცა მსოფლიო ორბანაკად იყოფოდა. იუგოსლავია კი ამ დროს შვაში იდგა, თითქოს საკუთარ გზაზე. ტიტო სიკვდილიდან 45 წელი გავიდა. მაგრამ ბევრი ისევ ფიქრობს, იქნებ შეიძლებოდა იმ მრავალფეროვანი იუგოსლავიის გადარჩენა თუ კი ვინმე ტიტოს გზას გააგრძელებდა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მითად დარჩება. დღეს იუგოსლავიის ადგილას 7 დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ყველა განსხვავებული გზით და განსხვავებული ოცნებებით. იუგოსლავია კი დღემდე რჩება ერთგვარ სიმბოლოდ იმ ოცნებისა, რომ განსხვავებული ხალხები ერთ სახელმწიფოში მაინც შეძლებენ თანაცხოვრებას. ეს იყო ოცნება, რომელიც დაიწყო დიდი იმედით და დასრულდა სიჩუმით. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერეთ არხი. დაელოდეთ კიდევ მრავალ საინტერესო ეპიზოდებს. კარგად ვსანდებოდეთ.